ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას გეგმავს. ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა უნგრელმა ევროდეპუტატმა კინგა გალმა სტრასბურგში განაცხადა, რომ ინიციატივის წარსადგენად საჭირო 180 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ხშირად აკრიტიკებენ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს. თვითონ კი თვალს ხუჭავენ საკუთარ რიგებში კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კუთხით არსებულ პრობლემასაც. გალმა აღნიშნა, რომ 2019-23 წლებში ევროკომისიამ 37,000 კონტრაქტი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჯამში 17 მილიარდი ევროს ოდენობით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. უნგრელი დეპუტატი განსაკუთრებით შეშფუთებულია იმით, რომ მემარცხენე ჯგუფები ითხოვენ USAID-ის მიერ გაწეული დაფინანსების ჩანაცვლებას ევროკავშირის ფულით. ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული არ უნდა ხმარდებოდეს პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფებს, რომლებიც აზიანებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას, ეწევიან ფერმერების საწინააღმდეგო აგიტაციას და ორგანიზებას უწევენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ქმედებებს.